მოგესალმებით, ეთერშია პროგრამა მზერა და ახალ ამბებს 8 საათზე მე გაგაცნობ. აქციებზე ნიღბების, პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენების აკრძალვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. შესაბამისი ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს. უკვე ცნობილია ჯარიმების ოდენობაც. პიროტექნიკა, ასევე ნიღბები გამოყენებული იყო რადიკალური პროცესებისთვის ძალიან ბევრ წამყვან ქვეყანაში. ნიღბები არათუ აქციაზე, არამედ ზოგადად აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რაც არის აბსოლუტურად მართებული. ასევე პიროტექნიკას რაც შეეხება, ეს დარეგულირდება ლიცენზიების გაცემით, შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შედის ცვლილებები და პიროტექნიკის უკანონო გამოყენებაზე ამ შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად იქნება 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. ნიღბის გამოყენებასთან დაკავშირებით თუ ეს აქციაზე მოხდა, ეს არის 2000 ლარიანი ჯარიმა, რაც შეეხება პიროტექნიკას, აქ არის უკანონო გამოყენების შემთხვევაში და იგულისხმება ის, რომ შესაბამისი რეგულაციების მიღმა აქციაზე ეს თუ ვინ გამოიყენა, არის როგორც 5000 ლარიანი ჯარიმა, ასევე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, ამას რა თქმა უნდა განსაზღვრავს გამომდინარე არსებული სიტუაციიდან სასამართლო. ლაზერების შემთხვევაში თუ იქნება? ბატონო? ლაზერების იგივე ჯარიმაა, რაც 2000 თუ 5000. ოპოზიციის არგუმენტები არის ამ თვალსაზრისით სამართლიანად, ისინი თვლიან, რომ აქციის ის ფორმა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, პიროტექნიკის გამოყენება, ნიღბიანი ადამიანები, ლაზერის გამოყენება, მათ შორის თქვენთვის ჟურნალისტებისთვის, ხელის შეშლა ლაზერით, დრონებისთვის და ასე შემდეგ, არის მისაღები თურმე მათთვის, თუმცა არ არის მისაღები საზოგადოებისთვის, ამიტომაც დადგა სწორედ ეს მიღების საჭიროება ზუსტად იმიტომ, რომ პიროტექნიკა გამოყენებული იყოს იმ მიზნებისთვის, რაც მოიგონა კაცობრიობმა და არა იმ მიზნებისთვის, რომ დაუაზარონ პოლიციელები, მოქალაქეები, ჟურნალისტები. რაც შეეხება ნიღბებს, თქვენიც ევროპული სტანდარტი არის ასეთი, რომ აკრძალულია აქციების დროს ნიღბების გამოყენება სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებს და რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც აზიარებენ პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, არ ქონდეთ საშუალება იმისა, რომ გაექცენ პასუხისმგებლობას და ნიღაბმა არ უზრუნველყოს მათთვის უდანაშაულობის თუ იგივე დაუჟელობის განცდა. სამი ოპოზიციური გაერთიანება აცხადებს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება. ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები. ოპოზიციური პარტიების პოზიციას საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობაზე ქართულ ოცნებაში აფასებენ. დემოკრატიული მომავლისათვის მებრძოლი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, სახელმწიფოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო და არც ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ლეგიტიმაცია ჩანიშნულ ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება. ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი: ახალი და სამართლიანი არჩევნები. არ ვცნობთ არალეგიტიმურია, რაც ახლა ხდება. მეორე მნიშვნელოვანი, არ ვცნობთ იმ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში კლოუნადას, რომელიც პრეზიდენტობის რაღაცა კლოუნადას ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვაღიარეთ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სრული, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია აქვს და ვთვლით მას ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14-ში და რა პროცედურაც არ უნდა იყოს. პოლიტპატიმრების, წამების მსხვერპლების, მოტაცებული ადამიანების, სისხლის სამართლით გასამართლებული თუ ადმინისტრაციული წესით გასამართლებული ადამიანების და მათი ოჯახების სრული მხარდაჭერა და იმ ადამიანების დასჯა, იმ ბანდიტების დასჯა, რომლებიც ჩვენ მოქალაქეებს ჩაგრავენ და ძალადობენ. ასევე მედიის და ჟურნალისტების მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერა, რომელიც არის ასევე უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ საქართველოს ლეგიტიმურ ინსტიტუტად ერთადერთად რჩება სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ რაც მთავარია, სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა. ასევე ჩვენ ბუნებრივია
ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან ქმედით ნაბიჯებს ამ კრიზისულ ვითარებაში. ის გეგმარი დესტრუქცია, ძალადობა, თუ კი რაიმე ფორმით ისინი შეძლებდნენ და კრიმინალით, ცეცხლის მოკიდებით, დესტრუქციით, მოლოტოვის კოქტეილების სროლით შეძლებდნენ მათი აზრით რაიმე ფორმით წარმატების მიღწევას, მაშინ ეს იქნებოდა მათი გეგმის ნაწილი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ხედავთ, რომ ევრომაიდანი ვერ შედგა და არ შედგება ჩვენს ქვეყანაში, ესე რომ გეგმაც ჩაეშალათ უკვე დიდი ხანია ოპოზიციას და სამომავლოდ რა გააკეთონ ის არიციან, საკუთარი თავი ჩაიგდეს ხიფათში პოლიტიკურში, იმიტომ რომ მათი რეალურად მათი ხვედრითი წილი პოლიტიკურ არენაზე არათუ შემცირებულია. დიდი ალბათობით საერთოდ გაქრება. ოპოზიცია არის ჩიხში შესული და ეს პირველ რიგში გამომდინარეობდა მათი ასე ვთქვათ, აი ამ რადიკალური პოზიციიდან, რომ თუ ვერ გავიმარჯვეთ, მაშინ ქვეყანას ავატრიალებთ. ვერ გაიმარჯვეს და ვერც ქვეყანა ვერ აატრიალეს, გამომდინარე ეხლა არიან ჩიხში. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ საღასს მოუხმონ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდნენ. ასეთი იყო დღევანდელი დღე და მზერა 8 საათზე მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.